ეკონომიკის მინისტრი სამშენებლო ბიზნესში არსებული პრობლემებით დაინტერესდა კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად მოსახლეობაში დაკარგული ნდობა დასახელდა. სამშენებლო კომპანიების მიმართ პრეტენზიები მოქალაქეებს აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერებული მშენებლობების გამო დაუგროვდათ. ნდობის აღსადგენად დღეს მინისტრმა ბიზნესმენებს ახალი რეკომენდაციები მისცა. იყო გარკვეული პრობლემები სამშენებლო სექტორში, როგორც კომპანიებთან შეხვედრებიდან ირკვევა, სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. უკვე არის კონკრეტული პროექტები, რომლებსაც აფინანსებენ ბანკები. სახელმწიფო დაინტერესებულია კონკრეტული მდგომარეობით კერძო სექტორში. ამ შემთხვევაში ჩვენ უძრავი ქონების სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი შეხვედრები. მე ვფიქრობ, რომ დღეს სახელმწიფოს ეკონომიკა ზოგადად საქართველოს ეკონომიკა განცდის შედის უკვე პოსტკრიზისულ მდგომარეობაში. ეს არც ნორმალური მდგომარეობა და არც კრიზისული. ეს არის გარდამავალი ეტაპი, რომლის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია ინტერაქცია კერძო სექტორსა და მთავრობას შორის.